სავარაუდოდ ივანიშვილმა ჩათვალა წინა შემადგენლობის ზედმეტი ამბიციების საფუძველზე, რომლებიც სავარაუდოდ სახიფათო გაჩნდა გომელაურ ღარიბაშვილის ფორმაციის ზედმეტი ამბიციები. ივანიშვილმა ჩათვალა, რომ არავინ ისე აღარ უნდა გაძლიერდეს მის მართველ გუნდში, რომ საერთოდ რაიმე ოდნავ მაინც ანგარიშგასაწევ პოლიტიკურ წონას წარმოადგენდეს თვითონ ივანიშვილის პოლიტიკური წონის გარეშე. ამ ფორმაციის ადმინისტრაციაში ორად-ორი ფიგურა, რომლებიც არის რაღაცა პოლიტიკურ წონას ფლობენ მართლა და გარკვეული მნიშვნელოვანი მიზიდულობის ავტორიტეტი გააჩნიათ ოცნების შემადგენლობაში. ყობახიძე და დინარაძე არიან ორად-ორი ეგეთი ფიგურა. დანარჩენია ეხლა მაგალითად შინაგან საქმეთა მინისტრი გადაიყვანეს სუსის უფროსად, თამაზაშვილი გადაიყვანეს შინაგან საქმეთა მინისტრად, თავდაცვის მინისტრი იყო, თავდაცვის მინისტრი ბევრს არც ახსოვდა ეხლა მაგალითად ვინ იყო. მაგ ტიპის შემადგენლობის ფორმირება ხდება ეხლა. ფიგურები, რომლებიც არანაირ პოლიტიკურ წონას არ ფლობენ ივანიშვილის გარეშე, ვერანაირი პოლიტიკური ამბიცია ვერ ექნებათ და ამიტომ მაქსიმალურად დაქვემდებარებული სტრუქტურა იქნება ჩამოკიდებული სრულიად ივანიშვილის პოლიტიკურ კაპიტალზე.